ხევის საჯარო სკოლის ნორჩ მკითხველთა კლუბის წევრები მაიკო ორბელიანის ლიტერატურულ სალონში სასწავლო წლის მთავარ შემაჯამებელ აქტივობაზე. მე-19 საუკუნის კულტურული ტრადიციის გაცოცხლებითა და ამ პერიოდის ქართული ლიტერატურის კორიფეების შემოქმედებითი ნიმუშების წარმოდგენით, რომელსაც მხატვრული ელემენტები ამდიდრებდა, ღონისძიების მონაწილეებმა საინტერესო და დასამახსოვრებელი სანახაობა აჩუქეს ხევის სკოლის აუდიტორიას. ჩემი მერანი უკან მომჩხავის თვალებედითი შავი ყორანი გასწევი საუბარი იყო თემაზე, რომელიც მე-19 საუკუნეში ხდებოდა. ნიკოლოზ ბარათაშვილი, გრიგოლ ორბელიანი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, ასევე საუბარია ნიკოლოზ ბარათაშვილის უკვდავ სიყვარულზე, ეკატერინე ჭავჭავაძეზე. ეკატერინე ჭავჭავაძე სწორედ ის ადამიანი იყო, რომელმაც ნიკოლოზ ბარათაშვილი შემოქმედებები შემოგვინახა და ჩვენამდე მოაღწია. ასევე ჩვენ სკოლას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენს პედაგოგს ქალბატონ მადონა ხაჩიძეს. მისი ფასდაუდებელი შრომით და გვერდში დგომით ჩვენ თითოეულმა ჩვენთაგანმა შევძელით, რომ ჩვენი როლი საუკეთესოდ წარმოგვეჩინა. მე ვარ ამ ღონისძიების ერთ-ერთი მოწვეული, რომელიც ვასრულებ ნიკოლოზ ბარათაშვილის როლს. კარგად გავეცანი პოეტის ბიოგრაფიას. მისი თანამედროვენი მას ახასიათებენ როგორც საუკეთესო მეგობარს, ხეავსა და ხალისიან ჭაბუკს. მასაც შემსავით ყვარებია ცეკვა. შევიტყვი, რომ პოეტისთვის საქართველოს ისტორია მისი აწმყო და მომავალი უპირველეს ფიქრის საგანი ყოფილა. ჯეროდა და მჯერა, რომ ქართველ ერს მუდავ ეყოლება მერანი, რომელიც წარსულის ტყვევიდან დააბრუნებს და მომავლის ნათელგზაზე გაიყვანს. როგორც ცნობილია, მაიკო ორბელიანის სახელგანთქმული სალონის ისტორია მე-19 საუკუნის 60-იან წლებამდე გრძელდებოდა და გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა, მწერლების, ხელოვნების მოყვარულთა თავშეყრის ადგილი იყო. სწორედ ეს პათოსი იყო ლიტერატურულ მხატვრული ღონისძიების მთავარი ხაზი, რომელმაც ნორჩ მკითხველთა კლუბი ერთგუნდად შეკრა და იმ დროის საქართველო გააცოცხლა. დღეს მართლაც განსაკუთრებული საღამოა. ამაღელვებელი განწყობით და ქართული სულის პოეზიით. ჩვენ გავიხსენებთ ის დრო, როდესაც საქართველო უდიდესი გამოწვევების წინაშე იდგა. სწორედ ამ სირთულეებმა შვა გენიალური პოეტები, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით უკვდავყვეს ერის ოცნებები, ტკივილი და იმედები. ამ საღამოს ვუძღვნით მე-19 საუკუნის ქართულ რომანტიზმს და მის სამ უდიდეს პოეტს, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გრიგოლ ორბელიანსა და ალექსანდრე ჭავჭავაძეს. მაიკო ორბელიანის ლიტერატურულ სალონში შევეცადეთ ამ ეპოქის მაჯისცემა გვეჩვენებინა. სამშობლო სიყვარული ეს ის გრძნობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე აერთიანებდა ქართველს. ხევის სკოლაში ნორჩ მკითხველთა კლუბი ერთი წელია ფუნქციონირებს და მისი წევრები საინტერესო ლიტერატურული პროცესების მონაწილეები არიან. მკითხველთა კლუბი ჩვენ სკოლაში ჩამოყალიბდა და მიმდინარე სასწავლო წელს სექტემბრიდან ფუნქციონირებს. ძალიან ბევრი სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს ბავშვებმა. იყვნენ სტუმრად ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში, იყვნენ სტუმრად მთაწმინდაზე მწერალთა პანთეონში, სადაც ჰქონდათ ღონისძიება. ძალიან აქტიურად არიან ჩართულები, არა მარტო მასწავლებლის, თვითონაც ძალიან ბევრი იდეები მოდიოდათ პროცესის განმავლობაში და საბოლოოდ გადაწყვეტეს, რომ დაეგვირგვინებინათ ასეთი მასშტაბური და ლამაზი ღონისძიებით. ძალიან საინტერესო იყო და მრავალფეროვანი გახადა სასკოლო ცხოვრება ამ კლუბის არსებობამ და იმედია ტრადიციად იქცევა და მომავალ წელსაც გვექნება. ხევის სკოლაში მოქმედი ნორჩ მკითხველთა კლუბი, რომელმაც სასწავლო წლის მანძილზე არაერთი ღონისძიებით გაამდიდრა სასკოლო ცხოვრება, მომავალშიც ბევრ საინტერესო აქტივობას გეგმავს.